ეს არის მომენტი, როდესაც ხვდები, რომ ჩემი ბავშვობის საოცნებო მანქანა საბოლოოდ ჩამოვიდა და დგას ჩემს წინ. რა ფერი, просто ეს ნახე. ეს ჩემთვის უბრალოდ მორგი მანქანა არაა. M3-ზე ჯერ კიდევ ბავშვობაში ვოცნებობდი Need for Speed-ის თამაშის დროს და ვფიქრობდი, რომ ერთ დღეს აუცილებლად მეყოლებოდა. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ თავიდანვე არაფერი წავიდა ისე, როგორც დაგეგმილი მქონდა. მე არ მინდა ვთქვა, მაგრამ იქნებ ძრავია გაჭედილი. აი მეჩი, დაგვიხა. M3 არ იქოქებოდა და ნამდვილი ომი გადავიტანეთ იმისთვის, რომ საბოლოოდ დაგვექოქა. შემიკაი. შენ ვერ წარმოიდგენ ეხა აგრები ადის და ჩადის. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ ეს იყო ყველაზე რთული რამ, რაც M3-ზე გადავიტანეთ და დრო იყო მოწესრიგების. მაგრამ ამ ფიქრებმა დიდხანს არ გასტანა. რადგან როგორც კი დავიწყეთ ნაწილების დაყენება, სულ ახალ და ახალ პრობლემებს პოულობდით. მაგრამ გაზი არა გვაქვს ვაფშე. ბავშვობის ოცნების ასრულებას ბევრად დიდი ომი დაჭირდა, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. მაგრამ რეალური პრობლემები ჯერ კიდევ ახლა იწყება. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. საუთოდან გირეკავთ. დიახ. წინა სკამები საერთოდ არ ემთხვევა. ოკეი. წინა სავარძლები. ორივე ერთნაირი, ორივე საყიდელია ესე იქ. სავარძლები მინდა წინა. G80 M3-ზე არის საუბარი. ცალკე არ იყიდება ძმა. აბა? თლიანად რა თავისი აპლიკებით ასე შე. ფასი რა აქვს თლიანად? სადღაც $3,000-და. ალო. სენსორები რომ მოიტანეთ, მოკლედ 2 ცალი არ ემთხვევა, 4 ცალი მიდის. ჩემი კარგი, ხო არ მეღადაო ბიჭი. $3,000 ღირს და წინა სავარძლებს ცალკე არ იყიდება. დავბრუნდით ჩვენი M3-ის ისტორიები თუ არ ისევ ლუქს აუტოში 1000 რაღაცა გვაქვს გასაკეთებელი, ვიცი რომ ბევრი დროც გავიდა, მაგრამ იმდენი დეტალი აკლდა ფიზიკურად M3-ს, რომ ეს ყველაფერი რომ არ შეგვეგროვებინა და არ დაგვეწყოს საიდანვე, ვერ ავაწყობდით სხვანაირად რა. მოკლედ ეხა არხი გამოიწერეთ, ვისაც გევასებათ BMW და ჩვენი ვიდეოები. ეხა კიდევ უკვე განახებთ რა ეტაპზე ვართ, რას ვაკეთებთ, სამღებრო სამუშაოებმა როგორ ჩაიარა ასე შემდეგ და მთლიანად შეგახედებთ რა ეტაპზეა ჩვენი M3-ის პროექტი. სამღებრო სამუშაოები დასრულდა, გარე დეტალები დაყენდა მანქანაზე და აი ასეთი გამოვიდა. გამშვების ზომები უნდა ავიღოთ, რაღაცები უნდა ავიღოთ, რომ ჩვენ თვითონ გავიყვანოთ და იდეალური გამშვები გქონდეს უკეთესი ვიდრე სტოკია. ჩვენ საჭეს აქ, აი აქაც ვერცხლისფერები რა. ოღონ ნამდვილ M-ს არა აქ იქ. ოდა მაგიტო ვფიქრობთ, რომ ვერცხლისფერები დავტოვოთ, როგორც აქ არის თუ გადმოვიტანოთ. ძალიან მაგარია ბიჭო. ეხა არ ვიცი, ესე ძალიან რომ მომწონს, ჩემი რო არის მაგის ბრალია თუ არა, მაგრამ ძალიან მაგარია. აქ აირბაგიც გვაქვს ამისი, მე ხარ ჩავსვავ პროსტო ვიდეოს აქ. ოდა ესენი ქონდა დარჩენილი კიდე. აი ეს არის გვერდი და ხუფები ამისი. და აქ ნახოთ. ოპა, აი კოკა. ესეთ აწყობილ მანქანაში პირველად ვზივარ. ვა, ეკრანი ციმციმებს ხოლმე ალაგ-ალაგ. კალკულატორი უკდარია მაგ. ოკეი. მანქანით მაქვს 10 მეტრი გავლილი და უკვე თოვლში გავიჭედე. რანაირად დაიწყო ეს 2026 წელი. არა, გაიძრაკი აქ. ცოტა ოფროუდი უჭირს. ბიჭო, ამაზე ვერ ამოვდივარ? აი ამაზე ვერ ამოვდივარ? ვაიმე, ჩემი კაი. აბა. აი ზიმნები დასაყენებელია. შენ რა გონია გასხვანაირად მისცემ თუ? კაი. ჩემი კაი. ხო არ ღადაო.
კინაღა მანქანა ახრიდან გასაკეთებელი ჩემი. მოკლედ, აქ გამშვების სისტემაზე პრობლემები რო ქონდა, ალბათ ყველას გიხსოვებათ. იმიტომ რომ გამშვების სისტემა შუაში ფიზიკურად არ გვაქვს. აი, ესეთი მილებია მარტო დარჩენილი რა, აი ესეთი. და მეორე მხარეს არის აი ესეთი ტიპი. ამის ზომები უნდა ავიღოთ ზუსტად, რომ ჩვენ ავაშენოთ ისეთი ტრასა, ანუ ნახე, ამ ტრასის გაყვანა ლამაზად ბევრად იაფიჯდება, ვიდრე ქარხნულის ყიდვა. ქარხნული საკმაოდ ძვირი რერს და გაყვანა დაახლოებით 9 თანხაჯდება, რომელიც პერფორმანსის მხრივ უკეთეს შედეგს მოგცემს და აი რა აზრი აქვს რომ დავაყენოთ ქარხნული, არავითარი აზრი არ აქვს. ეს მგონი არის 2.5 ინჩი. აქაც იგივეა. 70-ია გარ. აქაც იგივეა და მეორეც იგივეა. ერთადერთი რაც უნდა გავითვალისწინოთ, რადგან აიქიდან ჩამოდის, ეს არის ერთი ტურბინის გამშვები და ეს არის მეორე ტურბინის გამშვები. აი ეს ორივე აი ესე რო წამოვა. სადღაც აი აქ როგორც ქარხნულად არის, როგორც ერთმანეთში გადადის რა, X-Pipe-ის ვარიანტია და აქ უნდა გადავაბოთ ესენი ერთმანეთს. დანარჩენი აქ სხვა არაფერი არ არის ისეთი. ქარხნული უკანა ბაჩოკები მოგცემს იმის საშუალებას, რომ აი ეს დროსელები რაც გვეყენა, რომ გაჩუმდა სისტემა და ქალაქში ნორმალურად უხმაურად ვიაროთ და თუ არა და მეორე ვარიანტი არის, ნახე როგორი სისტემა აი ესე რო გავარა, თუ ეს დაკეტილია მხოლოდ აქედან გადის, თუ ეს გახსნილია აქედანაც გადის, ანუ გამოდის რომ რეალურად 4 ცალი გამშვების სისტემა პარალელურად იმუშავებს რა, რომელიც არის დროსელზე დაერთებული, ეს მილი უფრო მარტივად გამოიყვანს გამონაბოლოს. იმიტომ რომ როგორც კი დროსელს უთიშავ M3-ზე ან M4-ზე, ანუ რთა უფრო სწორად, უფრო დიდი ხმა აქვს და უფრო იხმარება ცხენის ძალების ამოღებაში და უფრო სპორტულ თემაში გადადის რა, მოკლედ, პერფორმანსის პონჩი ეგრეთ გაკეთებული. მოკლედ, დღეს გვაქვს პირველი დღე, როდესაც M3 უნდა გავიდეს Lux Auto-დან, გამშვების სისტემა უნდა ავაწყოთ. ოღონ გამშვების სისტემას რატომ ვაწყობთ და ქარხნულს არ ვაყენეთ, ალბათ იცი, იმიტომ რომ ბევრად იაფიჯდება და საერთოდ აზრი არა ქარხნული დავაყენოთ, მაგრამ Lux Auto-ს გადახედე რა ხდება. იმენა გუგუნით მიდის მუშაობა. წავედით M3-თან. აუდი არ გეოსება? მე მაგრად მევასება და წელს თოლში ვფიქრობდი კაგრას რამე ძერს კი შავი აუდით გასვლას. მაგრამ ეგ როდესაც ლიმონი გვედება ჯიბეში მაშინ რა ვიცია ნახე. ჯერ მე ვერ შევეჩვი. ხო, რა უნდა დავკუთო. ცოტა გახურდეს და მე ავიყვანოთ. რა უნდა ეხა ამას? მაინც არ ჩაიკეტოს რავი BMW-ა. აი ამ ფარების რა, ეს თეთრები ხო არის ეხა აქ. აი ესე. ამის ჩიპი მაქვს ჩამოტანილი, რომ გაყვითლდეს და მგონია რომ მწვანეზე ყვითელი ჯდება იდეალურად. აი, იდეალური იქნება. აი, ცოტა მოვიდა აზე ეხა. მაგრამ გაზი არა გვაქვს ვაფშე. ვაფშე არ უნდა გავახახუნოთ მეთქი და ხო, კაიო, მაშინ რამე დაუდოთო. ჩვენ ამ პატარა წინ და უკან ამ კვადრატში მოძრაობისგან ბენზინი გვითავდება, იცი? სოკარში უნდა ჩავასხათ, თორე დაგვერხევა. მოდი გავაჩეროთ გზაში და ისე ჩავასხათ პირდაპირ. ევაკუატორზევე. ედავ, აქაც ბუქსაობა უნდა. რა არის BMW რა? ჰა? იმან ხუმრობა არ დამაცადეს, ჩემი კაცი.
უშვა დორმოს. ჩემფეხები. მაშინ პეშია. და უნდა დავქოქოთ. ულქსაუტოსა და დიდი ქონდა, ხო? შენ პატარა გარ. ბიჭო, ეს პატარაა, მაგრამ მუშა. აი ხა გამოჩნდება რამდენად მუშაობს. მივიდა დენი. მე-9 ბლოკი ჩართეს. აუ და კაი. პროსტო ენში რო ჩავაგდო ნეიტრალში. ვერ ვშვები. ვერც ვანეიტრალებ. კაი, პერემიჩკა გააქვს? ვა, ესე იგი ჯამპსტარტერი არ გვივარქა. იმენ ამ მანქანაზე ყველაფერი არის პროექტი. ვარა ჯამპსტარტერი არ გვივარქა, იქ ჩემი ბრალია. არა და ფული არ დამინენია და 400 ლარი დაжда დაახლოებით. მე ყიდა გაწყობილი M3. რა მინდოდა? აი, კარგად მოვეჭიდე. მაგას ხო ჯობია ერთი 7011 გადაიხადო. და აქამდე კარგ ვიდეოსაც გადაიღებდი M3-ზე. ტრეკზე ივლიდი, იდრიფტავებდი, დრაგსაც გადაიღებდი და იქნებოდი ბედნიერი. ეხა ვიждდებოდი სახში. არ ჯობდა თენგის. ცენტრიდან რო გამოგიყვანა, არ მოგიწევდა. ცენტრიდან ცოტა ბოდიში. მან ისინი მოდის, ხო მავთულები? კი. ისა ისკრა? ბიჭო, რაღაცა პატარა ისკრა მისცა ძალიან და. შენ თუ პატარა გაქვს, შემოძმო წინასწარ თუ არ მითხარი. არა, ვაფშე არა დენი. ეს არის პლუსი, ხო მაგო? ეს არის. აქ არ მოდის დენი. ბიჭო, სადმე ეს მინუსი იქეთ რო დააერთო. აბა მიდი. ელექტრობასა. აბა მიადე. სად იყიდე ეს ბრაკი პერემიჩკა? ბიჭო, გვერდით მანქანა რომ მოვიყვანოთ. მოგვიწევს ხო? თუ გინდა ცოტა ხანი ვაცადოთ, რომ აზე მოვიდეს. ეგა. ვა, კაი ადგილზე ესე იგი არ ჭირდება ვაფშე. ნუ სრიალებ, ბიჭო. ჯაბა მაინც ძველი დრიფტერია. გეხსოვება twins ჩვენ სერიებს უყურებდით და ევასება სრიალი. ნუ ეს 2 და 7-ებია და სქელკედლიანი ვიბენდებია რა. ამას ხო უჭერ ხოლმე ისეას ვარკებ. ხო. ეს არის წინა მხარეები რა. წინა მხარეზე მაქვს 2 ვარიანტი. ეს არის ქარხნული პრაკლატკა, ამისი. ხო, ეს არის კონუსური და ლაზერზე კონუსურს ვერ მიკეთებენ. ერთი ვარიანტია, რომ ეს ხო არ რამას ვერ ამოვიღებთ იდეალურად. მე ვფიქრობ, რომ პრაკლატკა დავუდოთ, ეს დავიკიდოთ. ხო, ეს ერთი ცალი მოხსენი, მარჯვენა მხარეს მოხსნილია, მარცხენა მხარეს ზის რა. მაინც რო იცოდე. ხო და მაშინ ამას პრაკლატკას გამოუჭრი და ამით გადაუჭერ რა სიფრთხით და ეგ არის რა. იმას ყველანაირად ვფიქრობ. ხო, იმიტომ რომ ისი ამოგების შანსი არ არის. ხო, ანუ იდეალურად ვერ ამოვიღებ და შეიძლება სადმე გავუშვს. იქიდან გამოხედე? ხო. ძალიან სუდად ხო არ არის ჩამოხილი თქო. ანუ იდეაში ეგრე კარგია. ეხა მაღლა არის დაჟე. ეხა ხელში რაც გიჭირავს. აი ეს მხარე უკვე ცოტათი მაღლაა. ანუ დაბლა უნდა? არა, რავი ბიჭო, მაღლა რო იყოს რა პრობლემაა. არა, თვალში იყოს, ამაზე თქო, ხარ პრობლემა. ამაზე კარგად გეღადავები ამ ვიდეოში თვალებს რო ხუჭავ. ქართული ჩაფხუტი. მოკლედ, ესეთი გამშვები გამოგვივიდა. სიტყვები ზედმეტია. ერთადერთი მე რაც არ მომწონს აქ რა, ეხლა უნდა ვაღიარო. არის ის, რომ მე დაბლა ვარ და ჯაბა მაღლა. იმენა ბომბა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიდი ხმა არ ექნება. აუ, ჯაბა, ხო არ დავქოქოთ, ხო არ ნახოთ ბარემ. დავაი, მიდი, წადე.
ერთიც ეხლა ცოტა დამშვიდდება და ხმაც დაბლაჩავა. მე სიმართლე რო გითხრა მგონია რომ ეხლა კანონს ვარღვევთ. კარჩე დაბალზე პრობლემა არ არის, მაგრამ რაღაცა ბრუნს რო ცდება, იმენა მერე ტვინში გირყავს. მაგრამ ეს ხო, დახურული სივრცე არის და ალბათ მაგის ბრალია რა. პატრულებმა თუ დაგვიჭირეს შენ დაგირეკო? გარი ცოტა ნაკლები ხმა იქნება, დიდი იმედი გვაქვს. მოკლედ ემის ხმა აქვს იმენა რა. აი როგორი ხმა გავუხდა, იცი ცოტა კაპრიზნი ბავშვის ხმა აქვს, რაღაცნაირი აი ჭიჭყინი რო უნდა რა. 3-დან 0 ზრავს პრინციპში დაახლოებით ეგეთი ხმა აქვს ხოლმე. 2 ჯეიზისაც თავიდან ეგეთი ხმა აქვს და მე მაღლებში აქვს იმენა ძალიან მაგარი ხმა და აი ნახოთ ხა მაღლებამდე ჯერ ვერ ავწია ამის ხმა, იმიტომ რომ ტურბოს ინტეიქი და რაღაცები მაგ დასაერთებელი და გასწორებელი. ეხლა ლუქს ავტოში ბრუნდებით. წვრილმანი რაღაცები რაც არის მაგებს მოვაგვარებთ და მე გავუვლით უკვე რა და მე გავტესტავთ მაღლებში როგორი ხმა იქნება ამ გამშვებს. მოკლედ სულ ცოტაღა დაგვრჩა BMW-ზე, წვრილმანი დეტალებიღა დაგვრჩა, გასაკეთებელი და ეხა უცხოთ შეგახედებ რეებზე რა ეტაპზე ვართ. ეს ზედა პლასმასი და ქვედა პლასმასი, ქვედა პლასმას მოყვა ეს, მაგრამ ზედა გვაქვს შესაღები. ძრავში დაგვრჩა რაღაც პლასმასების შესაერთებელი, ეს ტურბინის ადგილას რაც გქონდა. წინა სერია ვისაც გაქვთ ნახე ალბათ გეცოდინებთ, მაგრამ მაინც შეგახედებთ. რა ფერია. აი ამ დეტალებზეა საუბარი, რა ეს ჩადის ტურბინაში. დიდი არაფერი, მაგრამ მაგის გარეშე ჩვენ BMW-ს ცხენები არ აქვს. სარკე კიდე, რომლის აი ეს პატარა გატეხილია და აი ეს უნდა შევცვალოთ, ეს სამკუთხედი უნდა შევცვალოთ და M3 სარკე უნდა დარჩეს. აგვაქვს საჭე, მადლობა ბუბუს. საჭე დაგვითრია. იმ საჭიდან ვიყენებთ რეალურად ღილაკებს, შიდა დაფას, პატარა დაფა აქვს. და წვრილმან რაღაცაებს რა შეიძლება შნურები გადმოვიტანოთ, შტეკერები გადმოვიტანოთ. კიდე გვაქვს აი ეს დარჩენილი, აი ესაც გვაქვს ნაყიდი. აი აქ ერთი ღილაკია კიდე და რავი, პრინციპში ეს მარტივი რაღაცეებია რა. სკამების დამაგრდება ნორმალურად, თავარი არის ის, რომ ელექტრონულად ეს სკამები მუშაობს უკვე და პრობლემა აღარ აქვს. სკამებზე არჩევანი მქონდა რაღაც ვარიანტები იყო და საბოლოო ჯამში მაინც შავი ვარჩიე რა. მწვანე მანქანაზე უნდა დააყენო. ან ყვითელი კოვშები, ან შავი სკამები, იმიტომ რომ სხვა არ უხდება. ეგრე სადაა ძმაო, მაშინ გამქვითეთ მეც. ხელოსნობაში 10%-ს ვითხოვ. ემის საჭეს აქვს ესენი, M-ღილაკები, M1 და M2 და M პაკეტის საჭეს G-ს ეგეთი რაღაცები არ აქვს რა, თუმცა შიდა დაფა და მსგავსი რაღაცები ერთ და იგივე აქვს. იმედი მაქვს რომ ყველაფერი ერთ და იგივეა, გარანტირებული არ არის. და შეიძლება რაღაცები არ გამოგვადგეს. ხოთეს გადავა. რა ნეტა უნდა გადავიდეს. მოდა პრიხოთკები სვარკის და ეგ არის, ვინას გაიგებს ეხა აქ. ვინა კამერა გაჩერს. ყველა უყურებს. კაი კადრი. 100,000 კაცი უყურებს ამ ვიდეოს, ამიგეს გაიგებს. აი, ვადავთხომ ეხა ეს რაღაცები, არის ფიქრო რომ ვასვარკებთ საჭეში რაღაცებს.
ჯერ არ ამოვიდა, ხო? ჩინური ბოლტია რაღაცაჩი. მაგის ორიგინალების გვაქვს, ხო? კი, კი. დღეს არის პირველი დღე, როდესაც მანქანით უნდა გავიდეთ გარეთ თბილისში. ტორმუზები უნდა ვნახოთ, იმიტომ რომ რაღაც პრობლემა გქონდა და ზოგადად გავიაროთ. მართალია ჯერ ვერ დავადგავთ, იმიტომ რომ რაღაცები დასარაზეტებელია, მაგრამ პირველი გასვლა გვაქვს M3-ით თბილისში, როგორც იქნა დადგა ეს დღე. წავით ახლა ლუქს ავტოში, თან გადავხედავთ რა ხდება და დანარჩენს უკვე ადგილზე განახებთ. ჯაბასგან რაც გამოვიყვანეთ, გამშვებით რა. იქ კარგად არ დაგვიდგავს. ეხა დავქოქოთ, ძრავი გავაცხელოთ. საწვავი თუ არის დარჩენილი და მოვისმინოთ საერთოდ როგორი ხმა აქვს. მერე უკვე შეგვიძლია წავიდეთ სოკარში, საწვავი ჩავასხათ და წვრილმან დეტალებს მივხედოთ. რა ზოლიც გასასწორებელია, ზეთით შესაძლებელია და მსგავსი რაღაცები. ჯერ არ ვადგავთ ქალაქში, არც ვაპირებთ დადგმას, რომ გავსინჯოთ, აი მაგ ყველაფერს რომ დავალაგებთ, რადგან ამდენი ხანი ველოდეთ და აქამდე მოვედით. მინდა რომ ყველაფერი დაალაგებული იყოს იდეალურად და მერე დავადგათ რა. ცა მოვიტანო ჯამპერი. კაცოცხლდა. აქ ეგარი. ძალიან ბევრი ერორებია ჯერ, აი ძალიან. მთელი პარკინგ სისტემა, ბლაინდ სპოტები, ტორმუზის სისტემა, ყველაფერს ანთებს ამ ეტაპზე. ერთი მილს წერს საწვავი რაც გვაქვს რა და სასტრაფოდ სადმე უნდა ჩავასხათ. სხვათა შორის ყველაფერი კარგად მუშაობს. წინა მარცხენა საბურავზე გვაქვს ახლა 3 ცალი ბოლტი და მაგას ცოტა ხანში ვიყიდი და დავუყენებ აუცილებლად. რამე ხო არ გძვრება? გააქვს რამე შეგრძნება? რო გძვრება? შეკრულად დავდივართ. Rear axle რაო differential lock. რა თმინდა ლოკი ხა არაფერს არ ვაპირებ. ეგრევე მთხოვს რა. დავბლოკეო და რამე ქენიო და თავარია, ეხა საწოვმა მაცადოს, რომ სოკარამდე მივიდეთ. რამენაირად. 8 ლიტრიანებს რო ვიღებთ ხოლმე, ამ BMW-მაც იგრძნოს ავარაუდოთ, რომ ახალი გამოწვევა გამოუშვა და სოკარამდე დაგვრჩა ჩვენ. ალბათ 1 კილომეტრზე ნაკლები, მაგრამ მილები საერთოდ აღარ გვაქვს. შეხედე ნახე. გადაშალა, -1 ვალი დამადო. გაუშვათ იგრევე სუპერი, ვაჯახოთ. ტუზ მოტორს მოვოდექით ახლა. ტუზ მოტორში უნდა გავასწოროთ თვალების შეყრა. ქართულად ვისაუბროთ, რა ზვალზე საუბარი რა თქმა უნდა და შევახედებთ კიდე რა პრობლემა აქვს თუ არა სავალ ნაწილს. ასევე პაკელოს ჩავასხავთ ზეთს. ნელ-ნელა მერე უკვე შეგვიძლია ცოტა შევაპაროთ დადგმები. მერე ტრეკზეც წავიყვანოთ, მოვასრიალოთ. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი ან ლილო არენას ასფალტი გავასინჯოთ. M3-ს და აიგრე ნელ-ნელა წინ წავალთ რა. და დრაგამდეც მივალთ აუცილებლად. მარტო სილვიებზე აღარ ვამოწმებთ ფილტრებს. თუ მუშაობის მერე რამე ეგრეთ წოდებული სტრუშკა დაიტოვა, ანუ ნაფხვენი, ან ალუმინის, ან რკინის რა, პირველ რიგში ფილტრში იჭედება ხოლმე. და აქედან შეგიძლია მერე ეჭვი გაგიჩნდეს, რომ რაღაცა ნიტოა, მაგრამ საბედნიეროდ არაფერი არ არის მსგავსი. ანუ მინიმალური ჭუჭყია, რომელიც ყველა ძრავში რეალურად არის რა. ზეთი შეცვლილია, ფილტრიც იდეალურ მდგომარეობაშია. ახლა დროა გადავიდეთ რაზოლზე, რომელსაც გავასწორებთ ჰანთერის აპარატით. ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, რომ ვეგუებით ჯერ მანქანას და ეხა მე რასაც ვატყობ, სუპრაზე ბევრად კომფორტულია ეს, მაგრამ სანამ რევიუებს და რაღაცებს დავიწყებთ, წინა ორი პარკინგი გვაქვს ეხლა დასაერთებელი, მერე გადასაპროგრამებელი, BMW-ს ცენტრს ველაპარაკეთ ჩვენ ამაზე და
იმედი მაქვს, რომ BMW Senchi მივალთ ისევ და ყველაფერს დავალაგებთ წესიერად როგორც საჭიროა. და ნახოთ ერორები რამე დარჩება თუ არა რა. ეხლა ისევ ლუქს ავტოში დავტოვებთ. ერთ-ერთი ამრეკლი არის შესაღები და დასაყენებელი და მე მგონი ამ კვირის ბოლოში გავალთ ყველაფრის ბოლოში და ცოტა რომ მივეჩვევი და დავლაგდები ამ მანქანაზე აი ესეთ რაღაცებზე twins მიბურღავს, არ ვიცი რა უნდა, იმენა კაპარჩხანა გოგოსავით არის. ხო და ეგეთ რაღაცებზე რომ დავლაგდები, აი მე უკვე მოგიყვებით შეგრძნებებს სუპრასთან მიმართებაში, ისევ დამიბლოკა უკანა ხიდი, არ მინდა ჩემო ძმო. ტრეკზე გონია თავი, კამერას როგორც კი რთავ, ეგრევე რაღაცებს შვება. და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მომღიმარე სახით ეხა რაღაცას არ ვაფუჭებ. ამ ყველაფერს რომ მივეჩვევით და გავტესტავთ M3-ს რა, მინდა რომ რაღაც აი ცოტა ისე ადაპტაცია გავიარო, რომ მივხვდე როგორი მანქანაა და მაგის მერე დავიწყო რაღაცის ანალიზი, თქმა, შედარება და ასე შემდეგ. სანამ დასრულებულ მანქანას ნახავ, თუ სანდო კრიპტოსაფულეს ეძებ, CoinMania შენთვის იდეალური არჩევანია. რადგან ქართულ ბაზარზე პირველი კრიპტოსაფულეა 2017 წლიდან ოპერირებს, ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ბოლოს და ბოლოს ჩვენი არხის ერთგული მხარდამჭერია. ჩვენი M3, ეს M3 არის კარბონ ვერსიაა რა, არის რაღაცა M3, რომელიც არის თვითმფრინად კარბონ ვერსია. ამის კატალოგს ეხლა ამოვანათებ, როგორი იყო ეს ავტომობილი, მანამდე სანამ ვიყიდით და ჩვენც წავედით იმ მხრივ, რომ ყველა დეტალი რაც აკლდა, ან დაზიანებული იყო, ან ასე შემდეგ, ყველაფერი კარბონი ვიყიდე, ყველაფერი ორიგინალი დავაყენეთ და არც ერთ დეტალს არ შევეხეთ, არც ერთი დეტალი არ ვიყიდია ისეთი, რომელიც არის აი პლასტმასი როა და მე ამოვლებული რო არის, ხო იცი კარბონში და აი ახლოდან თუ დააკვირდი უკვე ბანზია და ასე შემდეგ. Carbon fiber ეს კარბონის სპეციალურად არ ვიყიდე, იმიტომ რომ სტილი, როგორ არის, M3-ს რო აწყობ ზოგადად ვიზუალით, რაღაცა სტილისკენ უნდა წახვიდე რა. არის M3 და M4-ების სტილი, რომელიც მიდის აი სპორტულის მხრივ, ანუ დიდი ტუჩი უკეთდება, ბევრი ფრთა უყენდება და მსგავსი რაღაცეები, აქ შეიძლება და CSL-ის კარბონის გრილის დაყენება და მასე შეფუთვა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ M3, აი G სერია უნდა იყოს რაღაცნაირი დასტოინი ტიპი უნდა იყოს, აი ამაყი როჟა უნდა იყოს და არ უნდა იყოს ის, რომ აი გადატენილი, გაბაბანებული სადღაცას ვიღაცას უნდა გაასწროს რა. ეს მწვანე, აი ეს იდეალური ფერის M3 უნდა ყოფილიყო თან ტრაკიანი ტიპი, ანუ ისეთი, რომ არავის თავს არ დააჩაგვრინებს, მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს ისეთი ტიპი, რომ აი ხულიგანი ტიპი ვიღაცას არ ეგონო რა და აქედან რო გადმოხვალ, მანქანიდან რო გადმოხვალ, შეგიძლია ჩვეულებრივად შარვალ კოსტუმით სადმე შეხვედრაზე შეხვიდე და ხელი ტიპს ჩამოვართო და რაღაც სერიოზულ თემაზე ილაპარაკო რა. ამავე დროს აქაც საიდ სკირტები, ანუ გვერდითა პაროგებს ეძახიან ხოლმე აქ ხშირად. ამ M3-ს ეყენა როგორ იცი? აი აქ ამოპრეხილი იყო და აქ ფრთა ეყენა კიდე და რაღაცები, უფრო სოლიდური სტილი არის ეს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ გარეთ არის გამოწეული და ესაც კარბონია ორიგინალი, აქ არის M3-ის competition-ის ლოგო პატარა, ამას აუცილებლად გამოვსვლი, იმიტომ რომ competition-ია მთლიანად ეს ვერსია და competition-ი თუ არის, ყველაფერი competition-ის უნდა კონდეს. წავიდეთ სარკეებზე, რომელიც ასევე carbon fiber არის და ძალიან მომწონს, სხვათა შორის ძალიან უხდება მთლიანობაში, აი სტილს რო დააკვირდე, წოვანე, შავი, კარბონის დეტალებით, ჩემთვის არის იდეალური ვერსია, აი იდეალური ვიზუალის მქონე M3, ну ეხლა ფერზე ბევრი ვილაპარაკოთ, ისედაც ჩანს რამდენად მაგარია. აქაც კარბონი დავაყენეთ. აქ ბევრი ნაწილისგან შედგება უკანა მხარე, იმ ტერმინატორია, რასაც ქვია. იმიტომ რომ ეს ნაწილი უკანა დიფუზორი არის ცალ-ცალკე მთლიანად დაწყობილი, ყველაფერი დაზაზურდა და ყველაფერი დაჯდა იდეალურად და დიდი მადლობა რა თქმა უნდა ლუქს ავტოს, იმიტომ რომ ლუქს ავტოში ავაწყოთ მთლიანად ეს ყველაფერი. სალონი გაწმენდილი არ გვაქვს ეხლა, მაგრამ პლასტმასები დაზიანებული იყო და ყველაფერი ვიყიდეთ და M3-ის თავის ლოგოთი ჩაჯდა, აქ იდეალურად არის ყველაფერი. აქ ელექტროობის თემა არის ცოტა დასალაგებელი, იმიტომ რომ M1 და M2-ის
ვაირინგი რაც არის არ მაქვს ორიგინალი და ეგ უნდა ვიყიდო და ეგ უნდა ჩავსვათ. ამას შეხედე. ვისგანაც ვიყიდეთ. მანქანა არის რაზმი პეტროსიანი და ეხა მივხვდი რატომ დახსნა მაგდენი ნაწილები. ეს სახში გამოგვადგება, და მოხსნა ეს. მოიც ის რატო გამატანოთ, და ესაც დახსნა და აუ ცვეჩი უნდა ვიპოვო ბიჭო ინსტაგრამზე. უეჭველი BMW-ების ფოტოები იქნება, ამერიკაში იქნება ტიპი და შეიძლება ამის ძველი ფოტოებიც ედოს. რაზმიკ მე და შენ ვილაპარაკებთ, მაგრად იცოდი ძმა, ამერიკაში არ ჩამომიყვანო ბრატ. რო არ გიგონოთ ვინმეს ვიზუალი დასრულდა და რაღაცები გამგვეპარა, ეგრე არ არის. აქ გვაკლია პარკინგები, გვაკლია ერთ-ერთი ამრეკლი, აი აქ რომელიც იღებება და მალე დაყენდება და აი ამასაც რო დავაყენებთ, უკვე თავის blind spot-ების პროგრამირებით და ყველაფრით ერთიანად გადავაპროგრამებთ, შეიძლება update-იც გავუკეთოთ ამ G სერიას და მაგის შემდეგ, როდესაც აი ყველაფერი უკვე error-ები გასწორებული იქნება და არანაირ warning-ებს და იმ ხმარო ხო იცი BMW. აი ეგეთი ხმარო აღარ გვექნება, მე შეგვიძლია უკვე დავადგათ და ვნახოთ ეს არ მინახებია ერთ წუთი. ტურბოს სისტემას აქ ცოტა ჭუჭრენი რაღაცები გვაქვს, არ გაიკვირდეთ. არ ვერ გადავედით ბოლომდე რა, ხო იცი სახში ვიღაცა რომ მოდის ხოლმე დაულაგებლები ვართ, ხო? ზუსტად ეგ თემა იყო. ტურბოს პაიპინგი, რაც წინა ვიდეოში გელაპარაკეთ, ყველაფერი დაერთებულია და ყველაფერი გამართულია ამ ეტაპზე. აღმოვაჩინეთ კარგი ის, რომ კაენდენის ფილტრები უყენია და საკმაოდ სუფთაა და აქაც პრობლემა არ გვაქვს და всё, პრინციპში შემდეგი ეტაპი, ვიცი, რასაც ვაკეთებთ, დავალაგებთ და მაგის შემდეგ უკვე შეგვიძლია ნელ-ნელა გაზის პედალს ფეხი შევაპაროთ და ვნახოთ ჩვენი G80 როგორ დადის. კაი, მოკლედ გამშვები სისტემის ხმა რეალურად არ შეგვიმოწმებია რა და მოდი ვნახოთ ეხლა ოღონდ ენჯინი გადავიყვანოთ ჩვენ სპორტში. თუ სპორტ პლუსში იყოს. სხვა არც არაფერი, ხმა ეცვლება, იმიტომ რომ მაპი იცვლება რეალურად და ვნახოთ ერთი როგორი ხმა ექნება ჩვენ M3-ს. დახურული სივრცეა და ეხლა ბევრად კარგად აღიქმება. მოგესალმებით GT Motors-ზე. For English, press 9. გამარჯობა. გაცნობთ, რომ მომსახურების სრულყოფის მიზნით ჩვენი საუბარი იწერება. თქვენ ხართ რიგში პირველი. გამარჯობათ, ერთი ესეთი კითხვა მაქვს. თქვენთან BMW M3-ის კომპიუტერი ვიყიდეთ, დავაყენეთ. ოღონდ ადგილზე ვერ დავქოქეთ, რაღაც პრობლემა ქონდა ჩემ მანქანას. ჩემი კითხვა რა შემდგომარეობს? ჩვენ დავაყენეთ, ანუ აკლდა პარკინგის სენსორები და მსგავსი რაღაცები და როგორც ვიცი, ამ ყველაფერს დაყენების შემდეგ ჭირდება კალიბრაცია. თქვენმა ტექნიკოსმა რაც გითხრა, რომ პროგრამული განახლება ჭირდებოდა, იგულისხმებოდა სენსორების და მსგავსი დეტალების მთლიანობაში კალიბრაცია თუ სხვა პროგრამული განახლება იყო ეს? თქვენი სახელი როგორ მოგვართოთ? ალექსანდრე. ბატონო ალექსანდრე, ტექნიკური კომპანია არ უფიქსირდება, სავარაუდოდ კალიბრაცია იგულისხმებს, მაგრამ მე მაინც დავაზუსტებ ედვარისერთან. კარგით? და შესაბამისად ამ ნომერზე დაგიკავშირდებით. საინტერესოა რა პროგრამულ განახლებას გულისხმობდა BMW ცენტრი, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ მსგავსი რაღაცა ახსენა რა და ერთი ვერსია არის, რომ პარაშიუკას რო ეძახიან ხოლმე, ხო იცი პროგრამული უზრუნველყოფა თვითონ კომპიუტერში. ერთი ვერსია არის, რომ მაგას გულისხმობდა, უბრალოდ ახალი პარაშიუკა გამოვიდა ბჭყალებში და ეგ უნდა ჩაწერონ, ან მეორე თემა არის ის, რომ თუ კომპიუტერს ყიდულობ, ისე ლოგიკურიც უნდა იყოს, რომ კომპიუტერს რო იყენებენ ცენტრში, ყველაფრის კალიბრაცია ინსტალაციის ფაზში წესით უნდა იყოს. ანუ თითქოს ლოგიკურია, მაგრამ ნუ დაგვირეკავენ და გავარკვევთ მაგას. მოკლედ BMW ცენტრმა ეხლა დამირეკა, იმ თანხაში არ შედის ეს სერვისი, ჯერ უნდა გაკეთდეს დიაგნოსტიკა ჩდება 150 ლარი და დიაგნოსტიკის მერე თუ აღმოჩნდება ხარვეზები და ეხლა რა თქმა უნდა აღმოჩნდება, იმიტომ რომ ახალი დეტალები, ახალი პარკინგ სენსორები, ფარები და ყველაფერი გვიყენია. მაგის შემდეგ დაახლოებით 400 რაღაცა ლარი რა, ანუ მთლიანობაში გამოდის 600 ლარამდე გამოდის დაახლოებით, მაგრამ მაქვს მე რაღაც ალტერნატივები, სადაც მაგ კალიბრაციებს და რაღაცებს აკეთებენ და ჯერ იქ უნდა გავიარო, დავადგინო
ყველაფერი კეთდება თუ არა და რა ფასში კეთდება და უკვე მაგის მერე მივიღებ გადაწყვეტილებას BMS-ში გავაკეთოთ კალიბრაცია თუ სხვაგან გავაკეთოთ რა. კომპიუტერი კი ჩამოვიტანეთ ცენტრიდან და დავაყენეთ და იქ ოქება ჩოლობებს მუშაობს, მაგრამ აგდებს errors რა. ეს error-ი არის, როგორც გავარკვიეთ, update-ი ჭირდება, რომ ამ ძრავს მოირგოს რა. update-ი ეძახიან, ეხლა მეც ტასზე მოვდივარ და მივყვები ამ საქმეს. და ფრედისთან ამ ყველაფერს ვაკეთებთ, განვაახლებთ და მაგის იქეთ მე მგონი error-ი აღარ უნდა მოგდოს არაფერი. ეხლა რასაც მიშვება, არის გას როგორც კი აჭერ, დადებით წნევაზე არ გადის სისტემა, ანუ ტურბო არ გადის წნევაზე, სავარაუდოდ Westgate-ს აკონტროლებს სისტემა და მაგიტომაც მიდის Opel-ივით. ხო და Opel-ივით რო არ მიაროთ, დღეს გავაკეთებთ updates და შემდეგ ვიდეოში ნახავთ მაგ ყველაფერს როგორ დადის და ასე შემდეგ. არ მინდა ეხლა დიღომში ვართ, 1000 თვალია, 1000 ყურია, 1000 რა ვიცი. გამშვები არა მაგ გაკეთებული ჩემო ძმაო, ვიდეოში კი ნახეთ, მაგრამ AI კადრები იყო და ეგ არ დაიჯეროთ. ჩვეულებრივად ყველაფერი აყენია და სტოკი არის. ასე რომ დანარჩენს რა თქმა უნდა, სურვილისამებრ და როგორც საჭიროა, ტრეკზე იხილავთ მაგ კადრებს. წინა ბამპერი რა დღეში იყო და რა მდგომარეობაში იყო, ალბათ გახსოვთ, მანქანაში იყო როგორ იცი დაკეცილი, ან პროსტო შეტენილი კი არა, AES-ე იყო, გადაბრუნებული იყო, ნაწილები აკლდა და ჩვენ ვფიქრობდით ახლის ყიდვას. მაგრამ ლუქს აუტოში ეს ყველაფერი გაგვიკეთეს იდეალურად. ეხა ხარვეზის გარეშეა და ჯერ კიდე პოლირება არა გვაქვს გაკეთებული. ამ ეტაპზე ძალიან კარგად ბზინავს. გულში რა მქონდა ხინჯად, ეხა გეტყვი რა. მაგრად არ მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგრად აკეთებენ რაღაც მაგალითად კუზაოს ნაწილის მოჭრას და მე ქარხნულ დეტალებში დასმას და იდეალურად გაკეთებას, მე მაინც არ მსიამოვნებს ხოლმე, რომ ვიღაცამ შეიძლება თქვას ჩვენ მანქანაზე, რომ აუ ეგ ის არ არის, აი ნახევარზე რო გადაჭრეს და მეორე მანქანა მიაკერეს. მაგიტომაც ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ აი ეს უკანა კრილო ასე ვთქვათ, გამოწეული, გადუტული ჩვენი M3-ის კრილო გამოსწორებულიყო და გამხდარიყო იდეალური და არ მოგვეჭრა და არ გვეჩალიჩა სხვა M3-ის კრილოს გადმოტანა. ფერი იდეალურად ზის, პოლირება როგორც გითხარი არ არის გაკეთებული, ყველაფერი ფორმები რაღაცები იდეალურად დაჯდა და საერთოდ ვერ შეატყობ თუ აქ ოდესმე რამე იყო, აი თუ სადმე ოდნავ მაინც მიდებული იყო. და მათ შორის ესაც აღდგა, ბიჭები ვიცი რომ მუშაობენ კარბონის სახურავების აღდგენაზე, მაგრამ აქაც აღვადგინეთ და იდეალური გამოვიდა. ამას დიდი დაზიანებები არ ქონდა მართალია, მაგრამ პატარა ატეხილები ქონდა, აი კარბონმა რო იცის, ხო იცი, აი ჩაყვითლება და მე ლაკის აძრობა და მსგავსი რაღაცეები. ეგენის მოგვარდა რა. ეხლა რაც დაგვრჩა ჩვენ გასაკეთებელი არის სანომრეების გაკეთება. იმდენად ვიყავი გადართული ამის ნაწილებზე, რომ სანომრეს თემი საერთოდ გამომრჩა და მე მგონი ნელ-ნელა უკვე დროა გადავიდეთ მანქანის გატესტვაზე. და ვნახოთ ჩვენი M3 როგორ იქცევა, ჩვენი 503 ცხენის ზალა როგორ მოიქცევა ტრეკზე, დრაგზე და ასე შემდეგ. მოკლედ, მადლობა ვინც უყურეთ ვიდეოს, არხის გამოწერა არ უნდა დაგავიწყდეთ. ჩვენი დრაგის სერიების ტესტები თუ გაინტერესებთ და შემდეგ ვიდეომდე. ადიოს.